მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია, დღეს შემოვედი ასეთი თემით. პარტნიორის ფიქრები დღეს თქვენზე, რას ფიქრობს თავისთვის, მოდი ვნახოთ. ძალიან ჩქარობს, უნდა რომ ჩქარა შეხვდეთ. რომ ერთი ადამიანი ხართ თქვენც და ისიც. უყურეთ. ბედის ბორბალი ნახეთ. უნდა რომ ესე იგი მოგაკითხოთ, ან შეხვდეთ. უეჭველად უნდა მისი ძლიერი ქალბატონი ხართ, ძალიან მოენატრეთ, ძალიან და შეიძლება გვერდში ყავხართ, მაგრამ ეხლა რაღაცა არ ახართ ერთად, ხო? ან განშორებულები ხართ და ძალიან უნდა თქვენი ნახვა. და ფიქრობს რომ რა კარგი იქნებოდა ეხლა რომ მივიდე მასთან და რომ შევხვდეო, ძალიან ფიქრობს, მაგრამ აქ არის რაღაცა ძველი წყენები, აქ არის პატარა წალაპარაკებები, რაღაცა თითქოს ვერ ბედავდა ნაბიჯის გადმოდგმას მიხვდით. მისი ესე იგი სხვათა შორის გულში, სულში თქვენი ერთგულია, დღესაც კი თქვენ წარმოიდგინეთ. სამიანი თასების შეხვედრა, შეიძლება ყავაზე დაგპატიჟოთ, სუფრაზე დაგპატიჟოთ, აღნიშვნა, ლაპარაკი, აბა კიდე პარტნიორის მისი ფიქრები დღეს მოწყენილია, ენატრება ის კარგი დრო, ის კარგი საუბრები, გულითადი საუბრებით, შეიძლება სხვას ისე ვერავის ვერ ელაპარაკებოდა, თქვენ რო გელაპარაკებოდათ, მიხვდით? კი, რა კარგი იქნებოდა ახლა რო გვერდში მყავდესო და ისევ ის სიტუაცია იყოს, რაც წარსულშიო, ან იხსენებს აი თავიდან რომ კარგად იყავით, რომ გიხაროდათ, აქ მიჩვენებს გასვლებიც იყო ერთადაც დადიოდით, შეიძლება ერთადაც ისვენებდით. რას ფიქრობს, არ გამოვრიცხავრო, რომელიღაცა პარტნიორს პროცენტებში ოჯახი ყავს, მაგრამ შვილებზე უფრო არის დამოკიდებული, შვილებით არის უფრო სწორად იმ ოჯახში, ხშირად ერთად არ არიან, ან თუ არიან, არა აქვთ კარგი ურთიერთობა. და თქვენზე ფიქრობს, რომ თქვენ იგი ძალიან ისეთი ახლობელი ადამიანი ხართ, რომ ესე იგი აი ურთიერთობა, პარტნიორული ურთიერთობაც კარგი გქონდათ, ყველაფერი ინტიმური ურთიერთობაც კარგი გქონდათ, მოკლედ მისთვის ხართ ყველაფერი კარგი, ლამაზი, რა თქმა უნდა აპირებს შეხვედრას, აპირებს რომ ოჯახში მიგიყვანოთ, სახლში მიგიყვანოთ, დაგპატიჟოთ სადმე, ეტყობა თქვენ მიწერეთ და ძალიან გაუხარდა, იმიტომ რომ კიდევ ვამბობ, რომ შეშინებულია და აი ამ SMS-მა, აი ამ კონტაქტმა, ან თუ არა და მიწერეთ აუცილებლად ამ კონტაქტმა გადმოადგმევინა ნაბიჯი, რომ შეგხვდეთ. კიდე ფიქრობს, რომ რა გზები გამონახოს ერთად, რომ შეხვდეთ ისევ ერთმანეთს. აქ იყო ჩარევა, ნამდვილად იყო ჩარევა, მაგიური ჩარევა იყო და ამას მიხვდა, რომ აი რამაც ესე იგი, ასე ვთქვათ, დაატორმოზებინა ურთიერთობა. აქ ბევრ პროცენტს მეუბნება, რომ იყო განხეთქილება, იცით კი? სერიოზული გაჩერება იყო პერიოდი, რომ საერთოდ დაიკარგეთ, მაგრამ მეხსიერებაში ყოველთვის ყავდით თქვენს პარტნიორს, რომ იცოდეთ, იცით? თავის საქმეებში აი უნდა მოვაგვარო რაღაც საქმეებიო და ან ხალხში, უბრალოდ ხალხში მუშაობს, შეიძლება ხალხი მასზეა დამოკიდებული, თავის სიტყვას ძალა აქვს, მიხვდით, აი ესეთი სამსახური აქვს. აქ ესე იგი რას ფიქრობს და ენატრებით სამართლიანი იქნება, რომ კიდევ შევხვდე და კიდევ დავიწყო ურთიერთობა, აი ამას ფიქრობს, აი დღეს უყურეთ, რებს ფიქრობს. კი, აი თავის ხელში, იცით, ძლიერი პარტნიორი ყავთ, სხვათა შორის ქალია თუ კაცი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, სულიერებაზე ვკითხულობ, აგერ მანქანა, აგერ მოსვლა, მაგრამ გეუბნებით, რომ აი ეს თვითონ აქვს ეს ტარაკანები, მოდი ესე ვთქვათ, თავში მიხვდით, თვითონ ეშინია პატარა რაღაცის მაინც
მაინც ჭამს ის ნეგატივი ძველი, იმიტომ რომ გასასუფთავებელია, გასაწმენდია თქვენი პარტნიორი თავიდან ფეხებამდე. კი, აი ფიქრობს დღეს რომ აი ახლა რომ შევხვდები, მივაკითხავ, დაუპატიჟო, ჩავეხუტოთ ერთმანეთს, ილუზიებშია, იხსენებს, ფიქრობს, მიხვდით? ფიქრობს, კი. ნუ ხალხშია რაღაცა პრობლემები როგორც სამსახურეობრივი მოვალეობებზეც ფიქრობს დღეს და ალბათ ესე ფიქრობს რომ აი ამებს რო ჩავამთავრებ აუცილებლად იქნება შეხვედრა გენაცვალეთ ძალიან კარგი რომ ესე იგი დამნაშავეა თქვენს წინაშე აქ ძალიან ახლო ურთიერთობა გქონდათ და უნდა ნამდვილად თავის თავს ებრძვის, მაგრამ იქნება შეხვედრა, აუცილებლად იქნება. ძალა უნდა მოიკრიბოს ძალა და მერე აუცილებლად სურვილს აისრულებს. მოკლედ მეგობრებო, თქვენთან იყო ნინია, გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ მომავალ შეხვედრამდე.